ჩვენ რასაც ვხედავთ 30. გავეცანეთ ქალაქ ფოთში ნარჩენების გადამტვირთვაების სადგურის მშენებლობის პროცესს. ეს ობიექტი წარმოადგენს ზუგდიდში მშენებარე ნარჩენების განთავსების ობიექტის ინფრასტრუქტურის შემადგენელ ნაწილს, მოემსახურება ფოთის მუნიციპალიტეტს და მისი დამთავრება განსაზღვრული არის ოქტომბრის თვეში და საბოლოოდ ეს პრობლემის გადაწყვეტა მოვაგვარებს არა მარტო მუნიციპალიტეტის პრობლემას, ეკოლოგიურ პრობლემას, არამედ მთელი რეგიონის. ფოთის გადამტვირთვავის სადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. გადამტვირთვავის სადგური შედგება 5 უჯრედისაგან, მოემსახურება ფოთის მუნიციპალიტეტს, ნარჩენების ტრანსპორტირება განხორციელდება ზუგდიდის ნარჩენების განთავსების ობიექტზე, აღნიშნული ობიექტის დასრულება განხორციელდება ოქტომბრის თვეში. ქალაქ ფოთისთვის და ზოგადად გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში შენდება თანამედროვე სტანდარტების არასახიფათო ნარჩენების გადამტვირთვავის სადგური, რომლის მშენებლობა უნდა დასრულდეს 2026 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდგომ ნარჩენების გადატანა მოხდება ქალაქ ზუგდიდში მდებარე არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტზე.